მსოფლიო ურბანული ფორუმი ბაქოში საქართველოს დელეგაციამ მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით აზერბაიჯანშია. პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის პრეზიდენტ შეხვდა და რამდენიმე მნიშვნელოვანი შეთანხმება შედგა, მათ შორის სარკინიგზო მიმოსვლის და ბაქოს უფსის მილსადენის შესახებ. ფორუმის ფარგლებში ირაკლი კობახიძეს ორმხრივი შეხვედრებიც ჰქონდა. მაკუნა აბულაძე ბაქოდან გვერდდება. ბაქოდან თბილისში ქართული დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კონკრეტული ისტორიული შედეგებით ბრუნდება. ისტორიულია შეთანხმებათა პაკეტი, რომელიც ამ ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა და რომელსაც ორი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადაჰყავს. საერთოდ ჯამში მსოფლიო ურბანული ფორუმის რიგით მე-13 სესია ქართულმა მხარემ ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე სასაუბროდ გამოიყენა. შეთანხმებები არის მართლაც რომ ისტორიული მნიშვნელობის 6 წლიანი პაუზის შემდეგ 26 მაისს თბილისიდან ბაქოს მიმართულებით პირველი სარკინიგზო ოფერირება შესრულდება და ასე ორ მეგობარ ქვეყანას შორის ყოველდღიური სარკინიგზო მიმოსვლა ოფიციალურად აღდგება. ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია შეთანხმებათა პაკეტის გაფორმებას მთავრობის მეთაური აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ერთად ესწრებოდა. შუა დერეფანში საერთო პოტენციალის გამოყენებასა და სამშვიდობო პოლიტიკაზე ირაკლი კობახიძე ილჰამ ალიევს ესაუბრა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც პრეზიდენტ ალიევთან გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, ენერგეტიკის სექტორს, კონკრეტულად კი ენერგოუსაფრთხოებას ეხება. აზერბაიჯანიდან გაზის ყიდვა-გაყიდვის 2003 წელს გაფორმებული ხელშეკრულება 20 წლით გახანგრძლივდა. ეს არის ჩვენს ურთიერთობებში საეტაპო მნიშვნელობის შეთანხმებები, რომლებიც დაკავშირებულია ეკონომიკური პარტნიორობის გაღრმავებასთან და ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავებასთან. ეს შეთანხმებები უკავშირდება გაზის იმპორტს და გაზის ტრანზიტს. ჩვენ აზერბაიჯანთან ერთად ვაკავშირებთ კასპიის ზღვას შავ ზღვასთან, შესაბამისად ევროპას, აზიასთან და ნამდვილად სტრატეგიული დატვირთვა აქვს თანამშრომლობის განვითარებას. ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროში გაფორმებული ისტორიული შეთანხმებათა პაკეტი კიდევ რამდენიმე გადაწყვეტილებას მოიცავს. ყველაფერი ეს კი საქართველოს ფუნქციას იყოს რეგიონში ძლიერი სატრანზიტო ჰაბი კიდევ უფრო გაამყარებს. ჩვენ ვიწყებთ თანამშრომლობას აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანიასთან, სოკართან, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენთან ერთად აღადგინოს ბაქო სუფსის მილსადენის ოპერირება. აღნიშნულ მილსადენს აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა. ბაქო-თბილისი ყარსი ისტორიული პროექტი არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ აზერბაიჯანისთვის, თურქეთისთვის, რა თქმა უნდა საქართველოს და ზოგადად შუა დერეფნის ქვეყნებისთვის, ისევე როგორც ჩინეთისთვის, ჩვენ სრულიად ახალ ეტაპზე გადაგვყავს. ქართული დელეგაცია აზერბაიჯანის დედაქალაქში მსოფლიო ურბანული ფორუმის რიგით მე-13 სესიის გახსნაზე ჩამოვიდა. 180-მდე ქვეყნის დელეგაციებს, სახელმწიფო ლიდერებს და კერძო სექტორის წარმომადგენლებს პრემიერ-მინისტრმა სიტყვით მიმართა. ირაკლი კობახიძემ გამოწვევებთან ერთად იმ მიღწევებზე ილაპარაკა, რომელიც საქართველოს ამ დროისთვის აქვს. საქართველო წინ მიიწევს ეროვნული სივრცითი მოწყობის კონცეფციის განხორციელების პროცესში. საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბოლოდროინდელი მიღწევა იყო ეროვნული საკადასტრო აღრიცხვის დასრულება და მიწის ნაკვეთების სრული რეგისტრაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით. პარალელურად საბჭოთა პერიოდში გამოყოფილი საცხოვრებელი ფართის პრივატიზაცია დასრულდა. 10 წლების განმავლობაში საქართველო აგრძელებდა ომისა და ოკუპაციის ჰუმანიტარული შედეგების მოგვარებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით ადგილნაცვალი პირებისთვის საცხოვრებლისა და სოციალური დახმარების მიწოდებით. ჩვენი ინიციატივები ტრადიციული ქართული არქიტექტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისადმი ერთგულების იდეას ეფუძნება. უჯერა რომ მოდერნიზაცია არ უნდა მოხდეს ისტორიის ხარჯზე. ტრადიციული არქიტექტურული ელემენტების თანამედროვე ურბანულ დაგეგმარებაში ინტეგრირებით ვადასტურებთ ჩვენს კულტურულ უსაფრთხოებას. ვაშენებთ ქალაქებს, რომლებიც პატივს სცემენ ჩვენს წარსულს და ამავდროულად ფუნქციონირებენ ჩვენი მომავლისთვის. ინკლუზიური და რეგიონულად დაბალანსებული პოლიტიკის მეშვეობით ჩვენი მიზანი ადგილობრივი თემების გაძლიერება, ქალაქსა და სოფელს შორის უთანასწორობის შემცირება და მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელვადიანი განვითარებისთვის მდგრადი პირობების შექმნა. მსოფლიო ურბანული ფორუმის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები სლოვაკეთის ვიცე-პრემიერსა და კენიის პრეზიდენტთან გაიმართა.
საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იყო პრემიერ-მინისტრის დონეზე ყოფილიყო ჩვენი ქვეყანა წარმოდგენილი და გვესაუბრა სწორედ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც შეეხება ურბანულ განვითარებას, თუ როგორია ჩვენი ხედვები, მქონდა შეხვედრა კენიის პრეზიდენტთან, აფრიკის კონტინენტთან ზოგადად ჩვენი ურთიერთობები საკმაოდ მწირია, ამ კონტექსტში ასეთი ტიპის ფორუმების გამოყენება მნიშვნელოვანია, რომ ორმხრივ ურთიერთობებზე ვისაუბროთ. ქართული დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით აზერბაიჯანის დედაქალაქში დღეს ჩავიდა. ოფიციალური ცერემონიის გახსნამდე ბაქოს კონგრეს-ცენტრში მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტი სტუმრებს გაეროს ადამიანთა დასახლების პროგრამის დირექტორთან ერთად დახვდა. ფორუმის ისტორიაში პირველად გაიმართა ლიდერებს შორის შეხვედრაც. პარალელურად აზერბაიჯანის დედაქალაქში პირველი ოფიციალური ვიზიტი ჰქონდა შინაგან საქმეთა მინისტრს სულხან თამაზაშვილს ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში აზერბაიჯანელი კოლეგა დახვდა. ამის შემდეგ უკვე კოლეგებს შორის გაიმართა ორმხრივი შეხვედრა და ამ შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის უკვე არსებულ თანამშრომლობასა და მომავალში საპოლიციო ღონისძიებების ფარგლებში დაგეგმილ სამოქმედო გეგმაზე. ასევე სულხან თამაზაშვილი იმყოფებოდა და პატივი მიაგო ჰეიდარ ალიევისა და მისი მეუღლის ხსოვნას მინისტრი დელეგაციის წევრებთან ერთად და პირველ მოადგილე ერონის მესხთან ერთად იმყოფებოდა შეჰიდების ხეივანში, სადაც მარადიული ცეცხლის მემორიალი გვირგვინით შეამკეს. დიდი მადლობა მაკუნას. მაკუნა აბულაძე საუბრობდა ბაქოდან ქრონიკის პირდაპირ ეთერში.